ბელგიელი ძმები საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები ეროვნულ არქივში გამოიფინა. ნილსების დოკუმენტები 1926 წლებს მოიცავს და მათზე ასახულია სამრეწველო საქმიანობა ჭიათურაში. ძმები საქართველოში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი შვილიშვილის თანხმობით კი ნილსების ქართული ისტორია ეროვნულ არქივს გადაეცა. საგამოფენო სივრცეში 70 ფოტოა წარმოდგენილი. მე ვარ ერთ-ერთი იმ ძმის შვილიშვილი, რომელიც მრავალი წლის წინათ აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ფოტოების უმრავლესობა ბაბუა ჩემის გადაღებულია, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრს მიყვებოდა იმ პერიოდზე, როდესაც საქართველოში ცხოვრობდა. ის აქ დაახლოებით 20 წელი მოღვაწეობდა, სწორედ ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია მისი ნამუშევრების საქართველოში. გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ წარმოდგენილი დოკუმენტები აქამდე ინახებოდა ბელგიაში, უშუალოდ ნილსების შთამომავლების ოჯახში. დღეს უკვე ქართველ დამთვალიერებელსაც საშუალება აქვს ნახოს თუ როგორ გამოიყურებოდა მე-19 საუკუნის მიჯნა და ჭიათურა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი წვლილი შეჰქონდა ჭიათურის როგორც სამრეწველო ობიექტის განვითარებაში.